27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით აფხაზური ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიზნით არაერთი ღონისძიება გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან ერთად აფხაზური ენის დღეს წელსაც ტრადიციულად კვირეულის სახით გამოეხმაურა. კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის საჯარო სკოლებში სხვადასხვა სახის ღონისძიება, მხატვრული კითხვის კონკურსები, გამოფენები გაიმართა. მოსწავლეებმა ასევე აფხაზურ ენაზე სპექტაკლი წარმოადგინეს. 26 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა. შეხვედრას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა სნომ აფხაზური სიმღერებით გახსნა. როგორც უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ აღნიშნა, აფხაზური ენისა და ლიტერატურის კვლევა უმაღლესი სასწავლებლისთვის პრიორიტეტია. პროფესორმა თეიმურაზ გვანცელაძემ საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე აფხაზური ენა დღეს. მან ისაუბრა აფხაზური ენის მდგომარეობასა და პრობლემებზე, იმაზე თუ როგორ უნდა გაუფრთხილდეთ ენას, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური ვალდებულებაცაა. მეტად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში პატივს მივაგებ და პატივს სცემს აფხაზურ ენას. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აფხაზური ენა არის მეორე სახელმწიფო ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე. იმ წამოწყებას, რაც საქართველოს მთავრობის წამოწყება, რასაც მხარი აუღა პირველ რიგში განათლების სამინისტრო, ვებმებით ამ პროცესში ჩვენს და გვინდა რომ დღევანდელი დღე იყოს ღირსეულად წარმოდგენილი აფხაზური ენის დღეთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს არის არა მხოლოდ აღნიშვნა ამ დღის, არამედ ჩვენი დამოკიდებულება აფხაზური ენისადმი და ზოგადად აფხაზეთისადმი და აფხაზი ხალხისადმი, რომელსაც აღვიქვამთ ყველაზე უფრო ახლობელ ადამიანებად დედამიწის ზურგზე. ჩვენ ქართველები, ჩვენი მომავალი არის ჩვენს ერთად ყოფნაში და ჩვენი სიძლიერე არის ჩვენს ერთობაში. აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციისა და სახელმწიფო ენის კანონის მიხედვით არის ერთ-ერთი სახელმწიფო ენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა. ბუნებრივია, ეს გავალდებულებს, რომ საქართველოს როგორც სახელმწიფო ყურადღება მიაქციოს ამ ენას. აფხაზური საზოგადოება დღეს ერთი ნაწილი საზოგადოებისა სამართლიანად წუხს იმის გამო, რომ აფხაზური ენა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პრაქტიკულად დღევანდელი აფხაზების თაობათა დიდი ნაწილი უკვე ვეღარ ფლობს ამ ენას და ლაპარაკობს და ყოველდღიურ ურთიერთობებში იყენებს სხვა ენას, რუსულ ენას. ეს იმის ბრალია, რომ მანკიერი საგანმანათლებლო სისტემა, განათლება აგებულია არა დედა ენაზე, არამედ მესამე ენაზე, სხვა ენაზე, რუსული ენაზე. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მე-19 და მე-20 საუკუნეებში ლათინური, ქართული და რუსული ანბანების გამოყენებით სხვადასხვა დროს დაბეჭდილი აფხაზურენოვანი წიგნები, ლექსიკონების და ქართული კლასიკური ლიტერატურის აფხაზური თარგმანები. მათ შორის აფხაზურ ენაზე თარგმნილი ვეფხისტყაოსნის გამოცემები, იაკობ ცურტაველის შუშანიკის წამება, გალაქტიონის აკაკისა და ვაჟას შემოქმედება. დღეს ჩატარდა ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აფხაზური ენის დამიმიძღვნილი ღონისძიება. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზური თემატიკა არის აქტუალური. რაც შეეხება აფხაზურ ენას, ეს როგორც აფხაზეთში ქართული ენა არის გადასარჩენი, ისე არის გადასარჩენი აფხაზური ენა. ჩვენ აქ ვინარჩუნებთ ამ ენას და ხელს ვუწყობთ ამ ენის განვითარებას. ეს არის ქართული ენა, ქართულში შემავალი ენა, რა თქმა უნდა, და ჩვენი ვალი არის რომ გავუფრთხილდეთ. მე მივესალმები კიდევ ერთხელ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მსგავსი პროექტები ჩატარდეს, ღონისძიებები, მით უმეტად ლექციები და ეს იქნება სტუდენტებში იმის შეგნების ამაღლება, რომ ჩვენ ერთმანეთში სალაპარაკო ენა უნდა მოვძებნოთ. როგორც ქართულს უნდა მივაქციოთ ყურადღება და ვიზრუნოთ მისი შენარჩუნების და განვითარებისთვის, ორმაგად საყურადღებოა ჩვენთვის აფხაზური ენა. კავშირი აფხაზურ და ქართველ ახალგაზრდებს შორის ვფიქრობ ეს ის ჯაჭვია, რომელიც წინ წაწევს ამ მდგომარეობას, რომელიც დღეს არის. ჩვენი ამ პოზიციით, რასაც გამოვხატავთ, თუნდაც ამ ღონისძიებებით, სასურველია დავანახოთ აფხაზ ახალგაზრდებს, რომ ჩვენ ვზრუნავთ მათ ენაზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები. დამსწრეს საზოგადოებამ იმ სიახლის შესახებაც შეიტყო, რასაც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანსამბლ რუსთავის ხელმძღვანელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი გეგმავენ. უნივერსიტეტი მომავალში ანზორ ერქომაიშვილის მიერ აღდგენილ 15 აფხაზურ სიმღერას კომპაქტ დისკის სახით გამოსცემს.
აფხაზური ენის დღის აღნიშვნა ცნობილი საზოგადო მოღვაწის, აფხაზური ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის ფუძემდებლის, სახალხო პოეტის დიმიტრი გულიას ძეგლთან გაგრძელდა. ქართული საზოგადოება აფხაზი პოეტის ძეგლთან ქართულ-აფხაზური მეგობრობის ნიშნად ტრადიციულად იკრიბება. წელსაც დიმიტრი გულიას ძეგლთან შეიკრიბნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების, სოხუმის უნივერსიტეტისა და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებმაც ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს აფხაზის საზოგადო მოღვაწის ხსოვნას. აღნიშნა, რომ ქართულ სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულების გარდა საერთო წარსულიც ავალდებულებს აფხაზურ ენაზე ზრუნვას. აფხაზეთის ნომერ 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე დიმიტრი გულიას ლექსები წაიკითხეს. პატივი მივაგოთ აფხაზურ ენას და შევინარჩუნოთ აფხაზური ენა, რამე თუ აფხაზური ენის შენარჩუნებით ჩვენ ვინარჩუნებთ ქართულ ენას. ქართული და აფხაზური ენები ის ენებია, რომელიც დღეს საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებული არიან როგორც სახელმწიფო ენები და აქედან გამომდინარე აფხაზეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ დღისადმი ტრადიციულად მიეძღვნა აფხაზური ენის კვირეული. უნდა ვაღიაროთ, რომ აფხაზურ ენას პრობლემა აქვს დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე და ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ვაკეთებთ ჩვენ აფხაზეთის ხელისუფლება, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით. ეს არის ის, რომ აფხაზეთის საჯარო სკოლებში, რომლებიც არიან ჩვენს იურისდიქციაში და არიან განლაგებული ენგურ გამოღმად თბილისის ჩათვლით, აქ ისწავლება ამ სკოლებში ისწავლება აფხაზური ენა. ის ტრადიციები, რომელიც აფხაზური ენის და სადმე დამოკიდებულებად ჩამოყალიბდა, ამას არაფერი არ შეცვლის. არც ომი, არც დაპირისპირება, არც ჩატეხილი ხიდი, პირიქით ჩვენ სიფაქიზით ვუდგებით აფხაზური ენის განვითარებას. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ერთმანეთს. ამიტომ თუ ისინი ვერ ახერხებენ თავისი ენის შენარჩუნებას და დაცვას, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რომ ველაპარაკოთ იმ ხალხს, ვისაც ხელეწიფება იმ ტერიტორიაზე ჩვენთან საუბარი. ეს პირველ რიგში. რაც შეეხება თვითონ ენას, გამოცხადებულია კონსტიტუციური ენა, იცით თქვენ რომ აფხაზეთში გარდა ქართულისა სახელმწიფო ენა არის აფხაზური და ჩვენ ვცდილობთ რომ არ დაიკარგოს ეს ენა, არ დაიკარგოს ეთნოსი, იმიტომ რომ თუ კი ხვალ არ იქნება აფხაზი და უბიხების ბედი ეწევა მათ, ზეგ დადგება ქართველის ჯერი. ამიტომ ერთად უნდა გადავრჩით. აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაშიც გაიმართა. წარმოდგენილი იყო აფხაზურ ენაზე გამოცემული წიგნების გამოფენა. აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთის თემატიკისადმი მიძღვნილი მუსიკალური კომპოზიცია წარმოადგინეს. კონსტიტუციაში ქართულთან ერთად მეორე ენად არის სახელმწიფო ენა აფხაზური ენა. ჩვენ და საამაყოთ, იცით, კეთდება ესეთი საქმეები, რომელიც მაინც მგონია, შეიძლება ვიღაც ამას სკეპტიკურად უყურებს, მაგრამ მაინც მგონია თავის შედეგს გამოიღებს. ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდა, გაიხსენეს ადამიანებმა აფხაზებთან ურთიერთობა, აფხაზური ენა, დიმიტრი გულია, ბავშვები, რაღაც პატარა-პატარა მინიატურულ სკეჩებსაც აკეთებენ აფხაზურად, სწავლობენ აფხაზურს. მაგალითად ძალიან გასახარიც არის დიმიტრი გულიას თარგმნილი აქვს აფხაზურად წყინვალედ ვაჟებშაველა. ხოდა აი იმას კითხულობენ ახლა. სახელმწიფო ფიქრობს ამ ენაზე, ფიქრობს ხანინდელ დღეზე აფხაზეთზე და ახლა ენაზე ფიქრობს, აფხაზებზე ფიქრობს. ასე რომ ეს დღე 27 ოქტომბერი დამკვიდრდა ჩვენთან და ამას მიეცემა უფრო რაღაც მასშტაბური ხასიათი. მე შევზია, გამარჯობა, მოგესალმებით. ჩვენ ვსწავლობთ აფხაზურ ენას და ის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მართალია ძალიან რთული ენაა, მაგრამ დიდი შემართებით და მონდომებით ბავშვები ცდილობთ, რომ რაღაც შევისწავლოთ, რადგან ქართულთან ერთად აფხაზური არის ჩვენი მშობლიური ენა. მოშიბზია, გამარჯობათ, მოგესალმებით. ჩემთვის არის ძალიან რთული ენა, მაგრამ დიდი შემართებით ვცდილობთ, რომ ვისწავლოთ აფხაზური ენა და ანუ ძალიან ახლოა ჩვენთვის ეს ენა. ამ ღონისძიებაზე აფხაზურად წავიკითხე ბედიის ტაძარზე. აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების მიზნით სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. 27 ოქტომბერი არის აფხაზური ენის დღე და მინდა ყველას მოგილოცოთ და განსაკუთრებით მიულოცოთ ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს. მინდა გაგაცნოთ ინიციატივა ჩვენ ვქმნით აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამას და ვფიქრობთ, რომ ეს პროგრამა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საფუძველი ნდობის აღდგენის პროცესში. ეს პროგრამა ითვალისწინებს მრავალმხრივ ღონისძიებებს, რა თქმა უნდა იქნება შესაბამისი ბიუჯეტი გამოყოფილი
და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება ამ პროგრამის განხორციელებაში. მე მჯერა, რომ აფხაზური ენისა და კულტურის მიმართ ჩვენი გულწრფელი და სიღრმისეული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ დამწვარი ხიდების აღდგენის პროცესში, რომელიც აუცილებელია ჩვენი ერთიანობისთვის. 27 ოქტომბერს ამ პროგრამის განხორციელების მიზნით ორ სამთავრობო უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ჯეჯილავამ და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა. შეთანხმების თანახმად მხარეები ერთიანი ძალისხმევით იზრუნებენ აფხაზური ენის დაცვის, შენარჩუნების, განვითარების და პოპულარიზაციისთვის. ხელშეუწყობენ შესაბამის საკითხებზე მომუშავე ქართველი და აფხაზი სპეციალისტების თანამშრომლობას და ორმხრივი ნდობის პროექტების განხორციელებას. მინისტრებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს პროექტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. დღეიდან იწყება საფუძველი ეყრება ახალ სახელმწიფო პროგრამას, რომლის მიზანიც იქნება აფხაზური ენისა და აფხაზური კულტურის განვითარების მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. ეს გულისხმობს დაფინანსებას ერთი მხრივ, მეორე მხრივ თანამშრომლობას უმაღლეს დაწესებულებებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ასევე სამეცნიერო კვლევით ცენტრებთან, საერთაშორისო ცენტრებთან მათ შორის ჩვენი ორი უწყების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის, რომ აფხაზური ენა, რომელიც არის სახელმწიფო ენა საქართველოში, განვითარდეს, დაიხვეწოს და შეძლოს სრულფასოვნად თავისი ფუნქციის შესრულება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სახელმწიფო პოლიტიკა აფხაზურ ენასთან მიმართებაში დღეს თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის. იქმნება ახალი სახელმწიფო პროგრამა აფხაზური ენის დაცვისა და განვითარებისათვის, რითაც ხაზი ესმევა, რომ ეს ამოცანა ჩვენი სახელმწიფოსთვის არის მაღალი პრიორიტეტი. ჩვენი უწყებები იღებენ ვალდებულებას აფხაზურ ენაზე, როგორც საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ენაზე და აფხაზეთის რეგიონში ქართულთან ერთად სახელმწიფო ენაზე ზრუნვის თაობაზე. ამ პროგრამის ფარგლებში იხსნება სივრცე დაინტერესებული პირებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, მკვლევარებისათვის, რომ განახორციელონ ინიციატივები, რომელიც აფხაზური ენის კვლევას, დაცვას და პოპულარიზაციას უკავშირდება. ასევე პროგრამის ფარგლებში იქნება მეტი შესაძლებლობები აფხაზური ენის შესწავლისთვის, რაც ჩვენ დაგვეხმარება იმაში, რომ აფხაზური ენის სპეციალისტების ახალი თაობა მომზადდეს, მით უმეტეს ამის საჭიროება უფრო იზრდება. თქვენ იცით, რომ რამდენიმე სკოლაში უკვე ისწავლება აფხაზური ენა. ჩვენ წელს ასევე აჭარაში, სადაც ცხოვრობენ აფხაზი თანამოქალაქეები, გავხსენთ ორი საკვირაო სკოლა და ჩართულობა და დაინტერესება არის ძალიან მაღალი, რაც არის მისასალმებელი. ასევე იქნება სივრცე საერთაშორისო თანამშრომლობისათვის. მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება განათლების და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა და მას ესწრებოდნენ აფხაზური ენის კვლევით დაინტერესებული სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები. როგორც აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების სახელმწიფო პროგრამით, ასევე ამ მემორანდუმით მე ვფიქრობ ჩაეყარა საფუძველი იმ მშვიდობის ხიდს, რომელიც იმედია, რომ თბილისს და სოხუმს ისევ დააკავშირებს და აქვე მე მინდა დავაფიქსირო ჩემი, ასე ვთქვათ, რეკომენდაცია გაუზიარო ჩემი მოსაზრება ჩემს კოლეგებს, რომ აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იყოს გათვალისწინებული საქართველოში საჯარო მოხელეთა სასწავლო პროგრამები აფხაზური ენის შესასწავლად. ვიდრე რუსული ენა იქნება ჩვენი საერთო სასაუბრო ენა, ბუნებრივია შერიგების და მეგობრობის აღდგენის პერსპექტივები იქნება საკმაოდ შორეული. ჩვენ როგორც ქართველებმა, ასევე აფხაზებმა ურთიერთპატივისცემა უნდა გამოვხატოთ ჩვენი ენების მხრივ ორივე გახლავთ სახელმწიფო ენა. მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მემორანდუმით, აი რაზეც ჩვენ ვოცნებობდით, რაზეც ჩვენ ფიქრობდით, რაც პროექტები იყო, განხორციელდება სპეციალისტებისა და კონსულტანტების ჩართულობით და მე ერთი რაღაცა გულის ტკივილი მინდა ვთქვა, ესეთი ამბავი არის ახლა აფხაზური ენის შენარჩუნებაზე და აფხაზური ენა საიდანაც ისმოდა ტელევიზიები, რატომღაც ისინი დღეს დახურულები არიან და მე იმედი მაქვს კიდე ისევ, რომ მიაქცევენ ყურადღებას და იმიტომ რომ ეს ტელევიზიები ძალიან დიდ საქმეს აკეთებდნენ და ძალიან დიდი ინტერესი იყო იქით ამ ხრის დღევანდელ დღეს მინდა მიულოცო ქართველებსაც და აფხაზებს, იმიტომ რომ ეს ორივე საქმეა, აფხაზური ენა არ უნდა დაიკარგოს და პირიქით უნდა განვითარდეს. ღონისძიების დასასრულს აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა აფხაზური სიმღერები შეასრულეს.